აუ, შაურმა სოდის დამატებენ ჩვენ ბუფეტში. შაურმა არა, ხარჩო. წადი ახლა და ჭამე რამე, სანამ ზარი დაირეკა. შენი ძმა და მისი მეგობრები სპექტაკლს რომ დგამენ. ეგ თურმე მაგათი იდეა არ ყოფილა. მოპარული ქონიათ, იცოდი? საიდან მოიტანე, რა მოპარული ქონიათ? კი, ყველა ამაზე ლაპარაკობს. ნიცა რო არის მაგათი პარალელური კლასელი. მაგის სცენარი ყოფილა და ამათ გადმოუკოპირებიათ. აუ, მე მაგრად მინდოდა მაგ სპექტაკლში თამაში. მაგრამ კასტინგზე არ ამირჩიეს. რა? კოპირებულ სპექტაკლში გინდოდა თამაში? რა შევი კოპირებულია თუ არა? სცენაზე დგომა მინდა. სასწავლო ნაწილი შვილი კი აირჩიეს. ნუცა რო არის მერვე კლასელი. ახლა ეგ სასწავლო ნაწილი შვილია. აირჩევდნენ აბა რას იზამთნე. არა, ნიჭიერი გოგოა და მაგიტო აარჩიეს. ყავთ ეგ სცენაზე ნანახი? არა. ხო და გაჩერდით მაშინ. ჯერ ნახეთ და მერე ილაპარაკეთ. რა ჭირთ ამ დიდებს და უფროსებს ვერ ხვდები. სულ რაღაც გაურკვევლობა და კამათი რატომ აქვთ? რა ვქნათ ახლა? ვიждეთ და შეგლოვას უყურავთ? მომის მე როცა გავიგეთ. ვიცით რომ შემთხვევით წამოწდა ბებიაშენთან და სპეციალურად არ გითქვამს. ბავშვები ჩვენი სცენარით რომ დგამთ სპექტაკლს. ხო, მაგრამ მაინც დამნაშავე ვარ. წამომწდა ერთია, მაგრამ მე მაინც უნდა მოვსულიყავი და მე თქვა თქვენთვის რომ ბებიაჩემ ყველაფერი იცის თქო. ხო, კი, ეგრე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მოგერიდა ალბათ და ვეღარ გითხარი, რა მოხდა მერე. ხო თან ბებიაშენსაც არა აქვს პრობლემა ჩვენით რო დგამთ ამ სპექტაკლს და რა გინდა ვერ გავიგე. გადანაშაულებს ვინმე რამეში? არ ვიცი, შეიძლება მადანაშაულებთან არ მეუბნებით. ბიჭო, ამოიღე, შენც ხმა უთხარ რაღაც. ხო, რას დადუმებულ ხარ, ჩაგივარდა ენა? ბიჭო, რა გინდათ? ჩემგან არავის არაფერში არ ვადანაშაულებდა, დამანებით, დავი. ცალკე ეს ამავე მეშლის ნერვებსაც ცალკე ეს ლევანიკო რა. ლევანიკო მივა. ჩვენი კლასელია, მოუშავა ამას ნერვები, დასდევს სულ კუდში. გაწუხებს? არ მინდა ახლა ეს ბიჭური შეკითხვები. არ მაწუხებს, უბრალოდ ნერვები მაქვს აშლილი და მოვაყოლი ამბავს. მომისმინე, მაგ ამბავს მე მოვაყარ. ო, რაო? რაც გაიგე. ნახავ ერთი მაგლევანიკოს. მაგას უპატრონო ხო არ გონია აქ ვინმე. არ მინდა ახლა შენი რაინდული წამოხტომები მივხედავ რამენერად ჩემ თავს და ამჭირდება არავის დაცვა. მე ჩემი უნდა ვქნა და შენ რაც გინდა ისქენი. ვა, ნიკოლოზა ნახე. ჩემი პუტკუნა ძმა გაბრაზდა. შვიდი შენ. აუ, დღეს რაღაცა მაგნიტური დღეა. იქით სანდროა დეპრესიაში, მარი მენატრება და მაგის გარეშე არც სპექტაკლი მინდა და არც არაფერიო. ეს აქ ყველაფერს თავის აბრალებს და ამას კიდე ახლა მომდა კაი ბიჭობა. გამოდით, გავედოთ სუფთა ჰაერზე, ეგება გიშვებოთ ცოტა. წავი. აუ რაღაცა მაინც სოდი განწყობა ამ გენერალური რეპეტიციის წინ რა. ხო, ბევრი გაურკვეველი რაღაც მოხდა. თან მაინც და მაინც ახლა. მანამდე მაინც გწოდნოდა რაღაცები. ხო, მაგრამ რაღაცა სწავლით არ მომხდარა ახლა და ჩვენც ნუ გავართულებთ. მივხედოთ რაცაა ჩვენი გასაკეთებელი. ისე ხო არ ვუთხრათ მარინა მასწავლებელს რაღაც მუზა არ გვაქვს და სხვა დროს გაჩვენებთ სპექტაკლს თქო. ეგრე ხო ამბობენ ხოლმე რეჟისორები და მსახიობები. ნუ, მხატვრებიც. მე თუ მკითხავთ, არ არსებობს ეგ მუზა საერთოდ და არც კარზე მოგვიკაკუნებს. მოვედი და აბა გამიღეო. ანუ უკეთო აგვიხსნა თუ შეგიძლია ვერ გავიგეთ. ანუ მუზა არ არის ციდან მოვლენილი რამ და არც რაღაც საჩუქარი. მუზა არის თავჩაუხრელი და ჯიუტი მუშაობა საკუთარ თავთან. საინტერესოა. აბა რატო ამბობენ მუზა არ გვაქვსო? ეგ ალიბია, სარმაცების ალიბი. რომ არ დასკნენ და არ იმუშაო. გასაგებია. კაი, მაშინ ეხლა მოდი მივხედოთ საქმე, სანამ მუზის მაგივრად მარინა მასწავლებელი მოგვიკაკუნებს კარზე. რა ქენია ლაპარაკე? კი,
კი, ველაპარაკე. რომ ჭირდება მოსოფიქრებლადო. იდიოტი ბიჭია რა. გვება მაგაზე არ გეუბნები, სასწავლო ნაწილს თუ ელაპარაკეთ ხო? კი, ველაპარაკე. ვუთხარი რომ ჩემი იდეა იყო და მომპარეს თქო. მერე? მერე მე მაგათი სპექტაკლი არ ვიციო. დღეს მივდივარ სანახავადო. მომიტანე შენი პიესა და მერე დაგელაპარაკებიო. ნუ, ტექსტები რო ახალი და სხვანაირი იქნება, მაგაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც მთავარი იდეა რო ჩვენგან აქვთ აღებული, რად უნდა ახლა მაგას ვერ ვილაპარაკი. ხო, თქვან და აღიარონ მაინც რომ თათას იდეა იყო და მეც არაფერს ვეთხოვ. ხო, შეიძლება მაგაზეც დავაპარაკებ. გოგონებო, შეიძლება ერთ წუთი ჩამოვჯდე? კი, ჩამოჯექი. მოკლედ, მე მესმის რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები არასდროს ყოფილვართ. მაგრამ მეგობრული და ნორმალური დამოკიდებულება სულ გქონდა. კი, ეგრეა. ხო და მოკლედ პირდაპირ გეტყვით. მე აქ არ საჩხუბრად მოვსულ ვარ და არც საქმის გასარჩევად. უბრალოდ მინდა ჩემი მხრიდან დაგანახოთ რა როგორ არის. მე მესმის რომ შეიძლება თათას ეს იდეა შარშან ჰქონდა და ნახევარი პიესაც დაწერილი აქვს. უბრალოდ ჩემი აზრით ეს უბრალოდ დამთხველაა. არა მგონია ვინმეს ეს სოდნოდა და დაემალა. ან უარესი, დაეკოპირებინა. კატო, ესე ყველაფერი როგორ დაემთხვა შენი აზრით? ხო, მაგრამ ყველაფერი რა? თქვენ რა იცით ჩვენი მიზანსცენები, ტექსტები, დიალოგები. უბრალოდ იდეა დაემთხვა და მეტი არაფერი. მაშინ თქვან, ან აფიშაზე მაინც მიაწერენ, რომ პიესის იდეის ავტორი მე ვარ. ამ სპექტაკლის გამო ძალიან ბევრი რაღაცა დავთმე. მარინამ ასწავლულსაც ველაპარაკე, რომ დედა ჩემს დალაპარაკებოდა. ნუ ეგ ჩემი პირადი ამბავია და არც დაგაინტერესებთ. უბრალოდ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, ნუ შეგვიშლით ხელს. აი ასეთია ქოხი. ასე დავდგამთ სცენის უკან. სახლი, რომელიც ოდნავ იძვრის. ხო. როცა რომელიმე პერსონაჟი ნერვიულობს ან რაიმეს განიცდის, ამ ქოხის კედელი ირხევა. ქალაქი ეძავება და ქალაქის მისგან წყობაზეა. ურა კაია. ხო, მეც სამომწონს. ხო, ცოტათი ცოცხალი მინდა რომ იყოს. რომ პირველად რომ დაიწყება, ჭერი ჩამოწეული იქნება. თქვენო მონოლოგებზე გადახვალთ, ნელ-ნელა ზევით და ზევით აიწევა. და სპექტაკლი რომ ფინიშისკენ წავა, ჭერი საერთოდ აღარ მინდა რომ იყოს და დეკორაციაც სხვანაირი მინდა რომ იყოს. ხო, ჩარჩოების ჩამონგრევა და სვლა ახალი შესაძლებლობებისაკენ. და მაგ დროს შემოდის აქ სინათლე, თბილი, ყვითელი. როგორც დილის 8 საათზე, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს იმაზე მეტად მომწონს, ვიდრე ველოდი. აუ ისე მე მგონი ჩვენ ფილმით ძალიან კარგი გამოგვივა. ეს იმედის ფანჯარაა, იმედის ადგილი. როცა პერსონაჟი მარტო დარჩება, შუქი მას დაეცემა. ეს იმ სცენაში ხო, როდესაც არაფერს ვამობ და მთავარი სათქმელი დეკორაციით უნდა გამოვიყენო. ხო, ეგ არის. აუ ისე ნეტა თუ დაიჯერებენ, რომ ეს ყველაფერი ბავშვებმა გავაკეთეთ. ბავშვებმა არა, თინეიჯერებმა. მოიცორწა. საქმეა. უბრალოდ საქმეა. რა ხდება? გისმით? ლევანიკოს ვეცებ და ხომარით სადა? არ ვიცი. არა, სკოლაში. ხომ მშვიდობა? ჯერჯერობით კი. მოვა დღეს თუ იცი? როგორც ვიცი, გაცლებულია და სახლში. შენ ხომ მაგის მაკაცი ხარ? კი, ჩემი ძმა კაცი. ხო და გამოჩნდეს უთხარი. გადაიცი რომ პუტკუნა ნიკუშა გეძებს. გასაგებია. წამოგი. ბიჭო, მაგრას მერიულობ. არაფერი არ უშანებულა, ყველაფერი კარგად შეიცავს. თან ქართულზე რო ვლაპარაკობ, ძლივს, უფრო მანერიულობს. არა უშავს, ისე მაგის გასამართებელი მიზეზიც მაქვს. მაინც მაგრას მერიულობ. აუ, გადავანებ ერთხელ რა, გამოვდებ შენ მაგას. წადი რეპეტიცია მიჯობი. აი, შეასამო მიკითხავ და მითხარი. დები გვაქვს და დები არ. ტოტები გვაქვს? კი, შეგროვებულია და უკანდევს. საქართველოს დროშავის მომოიტანე. მე. მოიტანე? კი, ჩანთაში მიდევს. აი. შარფი და ბერეტი მთხრობელისთვის? სანდრას უნდა მოიტანა, მაგრამ სანდრო არ ჩანს. აი. იმედია მოვა მალე და სანთლები? სანთლები შემდა წამოგეღო. ხო. წამო კლასში მაგ ჩამოვატანე. აი მართლა ოფლაინ მდგაწერია სახეზე. აი რა იყოს 3 თვეა, 3 წელი ხო არა, ჩამოვა რა.
ჩამოვა თორე ხო შემიყვარებს ახ. მართალია, სანამ ოფლაინ მოდ იქნები, არავინ არ შეგიყვარებს. აი რა, ჩემი გამჭირვებია. რა გინდოდ? მეთქი ჩემს დასამშვიდებლად შემოვიდა თქო. დასამშვიდებლად არა, იონანას გიმყერებ ახლა. უფრო კაი იდეა მაქვს, როცა ეგრე დეპრესიაში იქნები, მოვა და დაგსინებ, იქნებ რამე გეშვეოს. კაი, მაცადე ახ. რა გაცადო? რეპეტიცია გვეწყება, მარინა მასწავლებელი მოდის დღეს დაგავიწყდა, ხო? არა, დამიწევი. ხო და რა დროს შენ დეპრესიის და მელანქონიების დროა, გამძეხი წინ. იმენა no signal ხარ რა. ბევრი ადამიანი ცხოვრებაში უბრალოდ მაყურებელია. ვინც აღარ რისკავს, აღარ ცვლის როლს, აღარ ცვლის სცენარს, რეალურად არ ცხოვრობს. ძალიან პოეტურია. თუ არ ითამაშე, არ გადაგხდება. თუ არ გადაგხდა, ვერ გაიზრდები. რაც გრძნობები და ემოციებია, უხილავი. ხელოვნება მათ ხილვადად ქცევის ხელოვნებაა. ხატვარი ვერ დახატავს მხოლოდ ქარს, მაგრამ შეუძლია დაგანახოს მისი კვალი. ხე, რომელიც ირხევა და ტოტი, რომელიც ცახცახებს. ფოთოლი, რომელიც ირხევა. ის ხატავს შედეგს და ამით გვაგრძნობინებს მიზეზს. მერე მოდის ქარი. ყველაფერი მოძრაობს. ხეები, ფოთლები, ადამიანები. თუმცა ქარს მაინც ვერავინ ხედავს. და მერე მოდის ქარი. და შენ ვერაფერს ხედავ გარდა იმისა, რაც ირხევა. და მაინც, როცა გინდა რომ ქარი დახატო, შეგიძლია დახატო მხოლოდ ის, რასაც ის შეეხება. ყველაფერი ესია. ჩემ მხოლოდ შედეგს ვხედავთ, სხვას ვერაფერს. ფოთოლი იგრძნობს ყველაზე ადრე. დაეუფლება ტოტებს თანდათან. ჟრუანტელივით დაუვლის ჭადრებს და ფესვებამდე ცივად გაატანს. გვიან იგრძნობენ რკინის ბოძებიც. მიეძალება ფერმკრთარ ვიტრინებს. დღია დარჩენილ ფანჯრებს მოძებნის, მერე სიმღერის ხმაზე იტირებს. დაუბრუნდება ისევ ქალბატონ ჩინარებს, როგორც იყრმის სათავეს. და როცა ქარი უნდა დახატონ, ტოტებ გადახრილ ხეებს ხატავენ. კარგი იყო, ლიზა, ყოჩხი. ოშევო რაღაცის თქმა მინდა და მოდით რა ყველა მოიწიეთ. მოდით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძალიან ნერვიულობთ. მეც მაგრად ნერვიულობ, მაგრამ ნუ რო გიყურებთ, თქვენ რაღაცა თქვენი იმედი მაქვს და ვხვდები, რომ რეალურად ძალიან მაგრები ვართ. ასე შეიძლება ახლა ერთმანეთში ბევრჯერ გვიჩხუბია. ნუ გვიჩხუბია რა, უფრო შეკამათებას დავარქვებდი მაგას. მაგრამ ბოლოს მაინც ისე მოხდა, რომ ერთად დავჭით. იცი რატო? იმიტომ რომ ეს პატარა დარბაზი, ეს ტურიანი სცენა და ჩვენი დაწერილი პიესა. სადღაც აქ. ჩვენში. არავინ არ მოითხოვს ჩვენგან სრულყოფილებას, არავინ არაა სრულყოფილი. უბრალოდ ვიყოთ ჩვენი თავები, ბუნებრივად. დავდგეთ სცენაზე და ვაჩვენოთ ხალხს ვინ ვართ და რა გვინდა. და ერთ სიტყვა კიდე. თუ რამესი არ მოხდა რა, თუ იმის ტექსტი შეეშლება, ან ფეხი აერო, ნუ არა აქვს მნიშვნელობა ამას. იცოდეთ, რომ მე აქ ვარ. და მარტო მე კი არა, ყველა ჩვენ აქ ვართ. და ყველა ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ნუ ის ხანი პატარა. უეჭველი უნდა მეთქვა ეს. მოდით ხელები მოწიოთ ყველა მახ. მოდი.